საუნივერსიტეტო გზის რეაბილიტაცია 2014 წლის მიწურულს დაგეგმეს. უშლის თუ არა სტუდენტებს აქ არსებული მდგომარეობა სწავლაში ხელს? რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის, კი, კარგია, რომ დაიწყეს ასე კეთება, განახლება, მაგრამ ჩვენი აზრი არის, რომ ეს უნდა დაეწყოთ ისეთ პერიოდში, როცა სწავლა არ იყო. და უკვე სწავლისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. კიდე კარგი რომ დაემთხვა, ეხლა ეს ცოტა კარგი ამინდებ, თორე არ ვიცი როგორ მივიდით. რა თქმა უნდა გვიშლის. და უკეთესი იქნებოდა ეს საფულში გაკეთებულიყო. თავდივარ ტვერი, ნაგავი, ყველაფერი. რეაბილიტაცია სწავლას გვაკეთებს. არა. რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის სამუშაო პირობებთან ერთად არ არის მოძრაობა, მოკლედ შეფერხებები. ფეხით დავდივართ სამსახურშიც, დილას გვაგვიანდება, ტრანსპორტი არ არის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა დასვენების დროზე, ვარდადაგებებზე ახლა. სწავლობენ ბავშვებსაც ხელს უშლის ალბათ მოძრაობაში. როგორ ფიქრობთ, საფულში უკეთესი იქნებოდა თუ არა სწავლის ანუ რეაბილიტაციისას? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეხლა შეუძლებელია აქსიარული. ალბათ აფერხებს, მაგრამ არც ისე ნეტავ გააკეთებდნენ თავის დროზე და მით რომ ამდღაც ასე იყო. დაწყებულია ხა და სუდი არ არის, ზამთარში გააკეთებენ თუ ზაფხულში. რა მნიშვნელობა გოგონ გააკეთეს და უკაცრავად, ხომ არ იცით, როდის დასრულდება გზის რეაბილიტაცია? აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იყო წლის დასაწყისშიც დაგეგმილი ვიყავით, გავამზადეთ პროექტი და ნახავთ თუ გინდათ შეამოწმოთ პროექტი რომელ პერიოდშია. შემდეგ დაველოდეთ, რომ ამ ქუჩაზე უნდა განხორციელებოს წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა სექტემბრის თვეში. შემდეგ სექტემბრის თვეში სანამ არ დასრულდა წყლის სისტემის მოგვარება, მანამ შევეცადეთ არ გამოგვაცხადებინა ტენდერი რაიმე პრობლემასთან რომ არ ქონოდა საქმე. როგორც კი დასრულდა, გამოვაცხადეთ ტენდერი, გაიმარჯვა ორგანიზაციამ და მიმდინარეობს სამუშაოები. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 1.950.000 მოიგო აღნიშნული სამუშაოების წარმოება. სავარაუდოდ პროექტი იქნება გარდამავალი, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში ასფალტის დაგება თუ კი ამიდმა არ შეგვიშალა ხელი. ნაწილობრივ განვახორციელებთ ერთი ფენის მაინც თუ არა ყველა ვარიანტში აღნიშნული პროექტი გადავა 2015 წლის მარტისთვის უკვე დასრულებული იქნება. სამმართველო ლოგიკაა, რომ თუ არ გამოცვლი მილსადენს, არ გამოცვლი ღვარსადენს, მანამდე ვერ გააგებ ასფალტს და ტროტუარებსაც ვერ მოაწესრიგებ. ეს არის შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქუთაისში, რომელიც უნივერსიტეტს ააკავშირებს ცენტრალურ მოედანთან და არ შეიძლებოდა ეს ქუჩა იმ მდგომარეობაში ყოფილიყო წლების განმავლობაში, რა მდგომარეობაშიც დამხვდა. იმიტომ რომ ეს ძალიან ნათელია, ეს თან არ ქონდა ქალაქს. ეს თან ხა მე წავედი და თბილისში მთავრობა დავარწმუნა იმაში, რომ დამატებით გამოეყოთ ქუთაისისთვის.